მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო. ნახოთ აბა რა ხდება. იცით რა არის? აქ პირდაპირ მეფიქსირდება, ვიცით თქვენ ეს. აი ვიღაცამ ბოროტული განზრახვით, რომ თქვენს მიმართ რაღაც გააკეთა. იმოქმედა. თქვენ ეს იცით და იცით. თქვიდა ამოვიდა კიდეც. ამ ადამიანს ვიღაცას არის, ეს არის უბრალოდ როგორ დამოკიდებულება, იცით? აი ამას რატომ დავშვათ მიეცა ეს ყველაფერი, ან რატომ არის ესეთი ნიჭიერი, ან რატომ არის ესეთი ლამაზი, ან რატომ არის ესეთი ბედნიერი. აი ამის გამო ეს არის მიზეზი აქ. გაკონტროლებთ. მოახერხებთ თუ არა ამ პრობლემებიდან, რომელიც თქვენს ირგვლივ არის, განთავისუფლებას. ერთით მოახერხებთ. მოახერხებთ თქვენ ამას, მაგრამ როგორც გითხარით, აქ არიან ჩასაფრებული იმ მხრივ, რომ თუ კი რაღაცა აი ბედნიერი განწყობაც რო შეგამჩნიოთ ვიღაცამ, აი ბედნიერი ხართ. ხო ზოგადად ადამიანს მაინც ეტყობა, როგორ ენერგიებში არის. ესეც საკმარისი არის აქ ადამიანმა დაიწყოს თქვენზე მუშაობა. აქ პირდაპირ გეუბნებით აქტიურად მუშაობენ, მოიპარონ თქვენი პირადი ურთიერთობა. პირადზე აქ პირდაპირ აქცენტი. ჩაკეტონ და ესე ვთქვათ ჩაგკეტონ. ცოტა შეიძლება ფიზიკურად დამახინჯდეთ, აი კი აქ.
თითქოს ადამიანი როგორ არის იცით? არ ჩერდება გეთამაშებათ. ეს უკვე შეიძლება ძალიან თავზე ხელაღებული ან უბრალოდ რამდენიც გინდა დავუშვათ ეხლა მე არა თუნდაც სხვა ამ უთხრას არ გააკეთო, გაჩერდი, ან ცუდი პერიოდია, ცუდი მომენტია, ეხლა არ შეიძლება, ეხლა ამას რამდენიც არ უნდა უთხრა, ამას ვერ გააჩერებ. ეს ამას ძალიან ესე რომ ვთქვათ, ლაღად გრძნობს ეს ადამიანი თავს. ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეთ? ასეთ დროს თქვენი მხრიდან ვაი ეხლა რა ვქნა და ეხლა ასე ვერ ვიზამდე, ეხლა ის დრო არ არის და ეს დრო არ არის, არა. აქ ეს თქვენ არ გამოგადგებათ. ნამდვილად. პირიქით. აქ თქვენ უნდა გაძლიერდეთ, უნდა დაასწროთ, უნდა იმოქმედოთ. აქ თქვენ არ გაქვთ ფიქრის დრო. თქვენ იცით ეს გრძნობთ ამ ყველაფერს, საიდან რა ხდება. არ არის გამორიცხული, რომ თუ ეხლა ვინმე სასმელზე ხართ დამოკიდებული სხვა თემაა, მაგრამ იყოთ, შეიძლება წამალზე იყოთ დამოკიდებული. არა, წამალს იმას კი არ გულისხმობ კაცო, მაგრამ მაინც. თუნდაც თავის ტკივილის წამალს სვამდეს ადამიანი ყოველდღიურად, ესეც ხო, ის არის. ამიტომ აქ ნახეთ, მოდი ასე ვთქვათ, ეხლა რინგზე რო გახვიდეთ საბრძოლველად იყოთ. და ადამიანი ეხლა აი მე ვერ დავარტყა, როგორ იქნება? პეჭ. ხო, ესე ვერ იმას ქნით. ვერ მოიქცევით. იმიტომ რომ აქ პირდაპირ ნახეთ, თქვენს თავს ამყოფებთ როგორ მდგომარეობაში იცით, ვითომ ყველაფერი კარგად იქნება. ილუზიური მდგომარეობა გაქვთ, ხო? აქ პირდაპირ ასე რომ ვთქვათ, ეს ადამიანი გიყურებთ, ძალიან ბოროტი არის. მე არ ვიცი ახლა ეს ქალია, კაცია, ვინა, ყველასთან ინდივიდუალურია, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რასაც თქვენ ძალიან ავადმყოფურად, ასე ვთქვათ, განიცდით. რატომ შურს ეს უნდა უკვე დავინახე. დაგიკითხვა უნდა დასვა აქ. მე როგორ იქნება ამ ყველაფრის შემდეგ, კარგი თქვენ გეტყვით, მაგრამ თავისთვის ეს ყველაფერი სასარგებლოა.
კაუზალური ურთიერთობა, ფული, განახლება. საკმაოდ კარგად გრძნობს თავს. დაფარული, მფარველობის ქვეშ. ამას მე მგონი კი არა, თქვენი ყველაფერი აქვს მითვისებული და წაღებული. მშვენივრად გრძნობ თავს. გითხარით, როგორც თავში თქვი, თევზი წყალში, ესე გრძნობს თავს, ძალიან გემრიელად, ესე რომ თქვა და ლაღად არის. აქ ყველაფერი აქვს ამას, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს თქვენგან არის ეს ყველაფერი აღებული და წაღებული. აქ პირდაპირ მოპარვა დამიფიქსირდა. შეინარჩუნებთ ამ ყველაფერს. ისუფთავებ, გასუფთავებ, გახსნა, ინარჩუნებ. ბუმერანგი ეწევა თავში, მაგრამ დაცვები და ინარჩუნებს ამ ყველაფერს. აქ პატარა ჭორი რაღაც ისინი, თუნდაც ეს ენერგიობა რაღაცები იქნება, აქ ცოტა პრობლემები. მაგრამ ბუმერანგი უბრუნდება უკან სხვათა შორის ამ ადამიანს, მაგრამ მაინც იმხელა დოზით და იმხელა იმით არა, იმხელა ვარიანტით არა. რა უნდა გააკეთოთ თქვენ? რა უნდა გააკეთოთ თქვენ? ეს არის ადამიანი, რომელიც ბოლომდე გაგიმეტებთ. რაც გასუფთავდით, მაგრამ აქ ცოტა მეკითხოთ რა უნდა გააკეთოთ. რა უნდა გააკეთოთ? რა უნდა გააკეთოთ ამის მერე? რა უნდა გააკეთოთ? რა უნდა გააკეთოთ? ეს თვალი, ეს რა უნდა გააკეთოთ? როგორ უნდა მოიშოროთ?
უნდა მოიშოროთ. Короче. ის თვალი უნდა მოიშოროთ. რა თქმა უნდა, აქ ფარხმალს ვერ დაყრით, მაგრამ მე საჯაროდ არ გავაჟღერებ ინფორმაციებს, რატომ? როდესაც საჯაროდ ნახეთ, თქვენ კი გასწავლით დავუშვათ, მე რა უნდა გააკეთოთ, აქ ფიქსირდება, მაგრამ ვიდეოებს ჩანაწერებს ყავს ბევრი მსმენელი. ახლა ლაიქები და კომენტარები ხედავთ რომ არ არის, მაგრამ მსმენელი ბევრი ყავს. ნახველი ასევე, ხო? ანუ ერთი და იგივეა. საქმე რაშია, როგორც თქვენ ისმენთ, აი ასეთნაირად ისმენს ის თქვენი მტერიც ამ ინფორმაციებს. ამიტომ ნახეთ, დავუშვათ მე გასწავლეთ რაღაც პრაქტიკა, რა უნდა გააკეთოთ, რაც მაქვს ნასწავლები, ნუ ის თავისთავად ეხა ვიცით და всё, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი მაგით არ შემოიფარგლება და მაგის იქითაც არსებობს, კაცო, პრაქტიკები, ხო? მაგრამ აი ყველაფერი რომ მე ასე საჯაროდ გასწავლოთ თქვენ, ის ხალხიც ხომ ისმენს. დავუშვათ რაღაცა, ამცი ჩაჭრის ენერგია, გაჭრის, რაღაც ნებისმიერი რამე გითხარით. აი ზუსტად მაგ პრაქტიკას გამოიყენებს დავუშვათ თქვენ საწინააღმდეგოდ, ხო? მაგ მხრივ დაგიბლოკავთ გზას. ანუ შეიძლება მე გითხრათ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე წადითი, თუ გააკეთეთ რაღაცა, პუჭი, მაგრამ შესაძლებელია ზუსტად გზაჯვარედინის ჩაკეტვები გაგიკეთოთ ადამიანმა. და იქ უკვე თქვენ ერაფერს ვერ გახდეთ, ხო? თუმცა ეს არის ყველაზე მარტივი და ადვილი და ძალიან ისეთი, იმიტომ რომ გზაჯვარედინის პრაქტიკები არის ძალიან მარტივი და ძალიან დაბალი, რაღაც პირველი საფეხურის თემა. ასე რომ მაგის იმედით თუ გაქვთ ეგ რომ მოისმენთ და ახლა დიდი მწოდნეები ხართ, მე იმათ ვგულისხმობ, ბოროტულად ვინც იყენებს, რა თქმა უნდა. ძალიან შემცდარ ხართ. ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოთ? ჯერ ეს თვალი უნდა მოიშოროთ, მაგრამ დაცვები უნდა, რა თქმა უნდა, გააძლიეროთ ამ შემთხვევაში. მე პირდაპირ გეტყოდით, რომ სერიოზული დაცვები უნდა დაიდოთ. აქ ნახეთ, ეს არის ადამიანი, რომელიც არის ჩასაფრებული. დავუშვათ, რა დროს შეიძლება გიპოვოთ სუსტი წერტილი. აი ესეთნაირად არის, სად შეიძლება იპოვოს ადამიანმა სუსტი. ჩასაფრებულია. აქ ტაროზეც კარგად პოულობს ინფორმაციას და ისეც და ასეც და გიყურებთ. ამიტომ თქვენც უნდა იყოთ ჩასაფრებული. მე ამ ერთ მინიშნებას მოგცემთ ესე საჯაროდ. თქვენ შეგიძლიათ, ხო, იგივე გააკეთოთ. შეიძლება გერა უფრო უკეთესადაც გამოგივათ, ხო?
ხო, როდესაც ადამიანი მოეშვება, მოდი ასე ვთქვა, არის რომ ეხლა რაღაცა, დავუშვათ დაშორდით ვიღაცას, იჩხუბეთ ვიღაც დაანებეთ, თქვენ კი დაანებეთ თავი და გააგრძელეთ თქვენი საქმე, მაგრამ მან მოგინელა, ვერ მოგინელა. მით უმეტეს ამ საქმეში ვინც ხართ, თუნდაც ჩემსავით ახლა ძალიან ის ხო არ ვარ მე ტაროსში ბოლო მეც რას ვაკეთებ აქ, ხო? ნახეთ როგორი რაღაც არის მაინც მით უმეტეს მოდუნება აქ არ შეიძლება. იმიტომ რომ ერთი პატარა მოდი ახლა დავუშვათ გავასუფთავე და ცოტა ვიყენე და დავისვენე ამოვითქვა იქნებ სულ ესეთი რაღაცა გამორიცხულია. არ აქვს მნიშვნელობა ხართ არ ხართ ამ სფეროში, როდესაც კი ფიქსირდებათ ესეთი ჩასაფრებული მტერი. უკვე მისი საქმე რომ არ აქვს ადამიანს, ეს იმას ნიშნავს, თქვენს მეტი საზრუნავი რომ აღარ აქვს. ასე რომ ვთქვათ, უნდა იყოთ ფხიზლად, ძალიან ფხიზლად, ხო? ის მომენტი რომ დავუშვათ ვერ მიხვდება, ვერ გაიგებს, ეხლა რაღაცას მოდი ცოტა, აი მოდუნების უფლება საკუთარ თავთან არ აქვს. ან უნდა იყოთ ასე, ან თქვენს უარესი უნდა გავუკეთოთ, ხო? ეს უკვე ინდივიდუალურია. მე ვერც თქვენთანაც ასეთ რაღაცებისგან ვერ მოგიწოდებთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია. მეგეუბნებით რა უნდა გააკეთოთ დაახლოებით. რა უნდა გაითვალისწინოთ და ასე შემდეგ. დანარჩენს არჩევანს თქვენ თვითონ დააკეთებთ, როგორც მოგეხერხებათ თუ როგორც რა იქნება. იმედია ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. დანარჩენი მეტ ინფორმაციისთვის უნდა მომმართოთ პირადში, WhatsApp-ზე უნდა მომწეროთ. თუ მხოლოდ ნახეთ, გაინტერესებთ ღირებულებები, ხუთლარად ჩემთან არ ხდება გაშლა და მომსახურება და დროს ნუ ხარჯავთ და მეც ნუ მახარჯინებთ. ერთ-ერთი მიზეზი გავაცხადე, რატომაც აღარ მსურს ამ თემებზე საუბარი და სწავლება ესე საჯაროდ. და მე ძალიან მიკვირს ზოგიერთების, აი ყველაფერს რო საჯაროდ ბლუკუნებენ. ნუ ნახევრად, ბევრი ნახევრად ასწავლის რაღაცებს, რო ყოფილად არ სასწავლის, მაგრამ მაინც იმ ხალხის, ხო? იმიტომ რომ ინფორმაციას რო გააჟღერებ, იმაზე მეტი უნდა გქონდეს შენთვის შენახული. გაიგეთ? იმაზე მეტი უნდა იცოდეთ. მე თუ რამე მაქვს გაჟღერებული, ანუ იმაზე მეტი რა თქმა უნდა ვიცი. თუმცა ეხლა კიდე ესე პირდაპირ მინიშნებებზე აღარ გადავდივარ, გაარკვეთ პირადში, ყველასთან ინდივიდუალური ისედაც დაფიქსირდება, ყველას ერთი და იგივე ხო არა გჭირდებათ. ეს მაგალითისთვის გავაკეთე ჩანართი და რა დავუშვათ თქვენთვის ზუსტად ის იქნება გამოსადეგი, რაც აქ გაჟღერდა. დღესთვის სულ ეს იყო. მე გისურვებ წარმატებებს და გემშვიდობებით დროებით.